რამდენი ხანი უნდა იმაიმუნო? 3 საათია, არაფერი მიჭამია. უკვე ვგრძნობ წონაში როგორ ვიქნებ? დამილოდეთ 1 წუთით. ვერაფერს ვასწრებ. მთელი ოჯახის საჭმლის მომზადება არც თუ ისე ადვილი ყოფილა. თუმცა მე ყველაფერს სწრაფად ვაკეთებ, რომ არავის მოუწიოს მშიერი ჯდომა. შენი სიჩქარის გამო ახოლმე ყველაფერი მარილიანი. სიჩქარობს, რომ მისი მარილიანი ოფლი და ცრემლები პირდაპირ წვნიანში იღვრება. ან უბრალოდ შეყვარებული ვარ. ჭამეთ უკვე, არ დაიხჩოთ. როგორც იქნა? ასეთი ცივი რატომ არის? მართლაც. კარგი, ამდენი ხანია ამას აკეთებ და მაინც ცივია. მართლა შვილო, როგორც ჩანს, კულინარიულ ნიჭში სამწუხაროდ დედას გავხარ. ნორმალურია. აი ხედავთ, ჟენია ნამდვილი ძმა, მადერების ნიშნად წავალ და შენს შავ სვიტრს სარეცქმანქანიდან ამოვიღე. ვერაფერს ხვდებით რა. ცხელი საჭმელი, გემრიელი საჭმელია. კარგი, მაშინ გამოწვევას გთავაზობთ. ცივი და ცხელი. და ვნახოთ რომელია უკეთესი. ვალდემართან ერთად იახტაზე, რომელსაც ჩემი სახელი დაარქვა. აი მასზე წასვლის ნაცვლად თინეიჯერებთან ერთად გამოწვევაში მივიღებ მონაწილეობას. ვინ ვისთან ერთად იქნება გუნდში? აშკარაა, რომ მე ჟენიასთან ერთად ჩვენ უფრო ახალგაზრდები და აქტიურები ვართ, ამიტომ მოვიგებთ. გაიგებობდან? მოგვიგებენ თურმე. მე და ტანია ცხოვრებისეული გამოცდილება გვაქვს, რომელიც ბევრს ნიშნავს. ლაპარაკობ, თითქოს 40 წლისები ვიყოთ. მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. კარგი, ჰოლოდის ხა დაგვრჩა. გავარკვიოთ, ვის ერგება ცივი და ვის ცხელი. ყველაფერს კენჭისყრა გადაწყვეტს. შეგიძლიათ პირველებმა ამოიღოთ. ჩვენთვის სულ ერთია რომელი შეგვხვდება. დიახ, ჩვენთვის მაინც მარტივი იქნება. ერთიც და მეორეც. ცხელი. როგორც ჩვენ, ახალგაზრდები და ცეცხლოვანები. კი, ზუსტად. მე და ნიკოლს ცივი გვაქვს. მაშინ დავიწყოთ. მოემზადეთ მარცხის შემდეგ სრემლების მოსაწმენდად. ჰეი, ნიკოლ, შენი სრემლების მოწმენდას 11 წელია შეშვეული ვარ, ასე რომ ამჯერადაც გაუნკალდები. წავედით. აქ რატომ მოვედით? იმიტომ რომ მათ აუცილებლად მოუნდება თავის გამოჩენა და შესაბამისი იმიჯის მორგება. დამიჯერე ჟენია, ეს ჩვენს ვქირდება. შესაბამისი იმიჯის მორგება? რანაირად? შუბზე ყინულის მიგვით? რატომ იგებენ ბიჭები ყველაფერს ასე პირდაპირ? უბრალოდ შეგვიძლია ფერთა გამო შევუხამოთ ერთმანეთს. მოძებნე რაიმე ცისფერი ან ლურჯი. კარგი, ჩემ და გასაკვირად ამაში რაღაც ლოგიკა არის. ასე რომ? კარგი. კარგია. ასე რომ, ეს აიღე. ეს კარგია. აქ რატომ ვართ? ბოგდან, მითხარი, ჩვენი გუნდის უპირატესობა რა არის? ტანია, რატომ ასე ფორმალურად? შეგიძლია სახელით მომმართო. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. კარგი, თავარია რომ საკუთარი თავის სიყვარული ჩვენი ყველაზე ძლიერი თვისება არ იყოს. და სხვა ვისზე შეიძლება ვლაპარაკობდეთ თუ არა ჩემზე? შეიძლება გამოწვევებში ვერ ვერკვეოდე, მაგრამ მოდაში ნამდვილად ვერკვევი. და ეს რითი დაგვეხმარება? ბოდის გიხდი. კარგი, ფენების მიხედვით ჩავიცმევთ. ეგრევე შესამჩნევი იქნება რომ ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ვართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოძებნე რაიმე წითელი, ან რაიმე მსგავსი. შენი აზრით ჭამის დროა? ჩემი აზრით პირველებმა უნდა გამოვაცხადოთ ჩვენი ძლიერი მხარეები. როგორ? რა არის ყველაზე მაგარი ცივი რამე? კონდიციონერი 40 გრადუს სიცხეში? ეგ კი, მაგრამ სინამდვილეში დაყინი მიგულისხმებს. ზუსტად, ჩვენ შევჭამთ და მათ არ მივცემთ. არა, ჟენია, ზუსტად მაგას მივცემთ მათ, მაგრამ რანაირად? ეს უკვე საიდუმლოა. რაიმე გემრიელობაზე რა სიტყვით? თუ ეს მინიშნება, რომ წავიდე და რამე მოვამზადო, მაშინ არა, მაგის გარეშეც გავძლებთ. არაფრის მომზადება არ გვჭირდება. ჩვენ ყველაფერი მოვიტანეთ. მაგით უნდა დაგეწყოთ. აბა რა გაქვთ მან? ტადამ! ნაყინი, ფილმისთვის იდეალურია. ხო, მაგრამ ეს თქვენთვის კი არა. ჩვენთვისაა. თქვენ ხომ მხოლოდ ცხელი საჭმლის ჭამა შეგიძლიათ. მაგრამ ჩვენ თქვენზეც ვიზრუნეთ. ცხელია, 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 ცხელია. აი თქვენი ნაყინიც, ჩვენ ზედმიწევნით გაგიცხელეთ. და ოდნავ დუღარე წყალის დაუმატეთ. რომის საერთოდ არ გაცივებულიყო. როგორი ამაზუზენია, ცხელი ნაყინი, ეს სუნიან წინდებსაც კი უარესია. ტანია, შენ ალბათ არ გსმენია, ჩემი ნასკების სუნზე, ასე რომ დამიჯერე ეს იმასთან შედარებით კარგია. ჯანდაბა, ცხელ ნაყინზე უფრო ცუდი რამე უნდა მოგვეფიქრებინა. საბოლოოდ კმაყოფილების კი დარჩნენ. ჰეი, ეს დაინახე? რატომ ლაპარაკობ თქვენ ქალები ყოველთვის გამოცანებით? ეს ყველაფერი მათი ხრი კი იყო. სანამ ჩვენ აქ ვხედვართ და ფილმს უყურებთ, ისინი ცდილობენ ჩვენი სუსტი წერტილების პოვნას და ზეწოლას. ნაყინი ნამდვილად ჩემი სისუსტეა და არ აქვს მნიშვნელობა რომ თბილია. რა პრობლემაა? ნაყინი მხოლოდ დასაწყისია. ამიერიდან უარესი იქნება. ასევე უნდა მოვიფიქროთ, რა ხერხები გამოვიყენოთ. რა უნდა გამოვიყენოთ? შევტანოთ საყინულეში და გავაგრილოთ? კარგი იდეა, თუმცა ისინი იქ ვერ შეეტევიან. კარგი, უბრალოდ ვიხუმრე. იდეა მაქვს, გამომყევი. მაშ, რატომ შედვართ აქ? გამოწვევა სულ დაგავიწყდათ? რას ქვია დაგვავიწყდა? ახლა აქ ვზივარ და ძალიან ცივად პასუხობ ჩემი თაყვანის სვემლების შეტყობინებებს.
ჩვენ კი ვხედავთ, რომ მაგ დიდად დაკავებულები არ ხართ. ამიტომ გთავაზობთ, წახვიდეთ და გაგრილდეთ. როგორ გავგრილდეთ? ნუ თუ ზღვაში? არა, გგონია რომ მონსტრები ვართ? კარგი. ცივი შხაპი ჟენიასთვის საკმარისი იქნება. რატომ მხოლოდ ჟენიასთვის? ნიკორი ხო ჩემი შვილია. წავიდეთ. იქნება რა აუცილებელი. რას ქვია არ არის? კონტრასტული შხაპი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. კონტრასტული შხაპი არის ის, როდესაც ცივ და ცხელ წყალს რიგრიგობით რთავ და არა როცა ცივი წყლის ქვეშ ზიხარ. კარგი, ეს მე მგონია რომ დღეისთვის პატარა ნიუანსია. მიდი ტანია დაიწყე. რა ცივია! ტანია გთხოვ, საკმარისია. რა ცივია! კარგი, სუმცირე გაგველდი. თორემ სუმძინარე ბუზებივით დადიხართ. კარგია რომ დილით გაგვიძებისას ცივწყალს არ გვასხამთ. სკოლამდე 1 საათით ადრე გაგვიძებას გააგზელებთ. წყალს და საგას ხამთ და მიჯერეთ. სამზარეულოში წავიდეთ და ვჭამოთ. რას გულისხმობთ, წავიდეთ? ანუ ჩვენ ჩავაბარეთ ტესტი და თქვენ ვითომთ არაფერი? რადგან ჟენიამ ცივი წყლის გამოცდას გაუძლო, ეს ნიშნავს რომ ბოგდანი ცხელსაც გაუძლებს. განა ეს არ არის გამოწვევის თავარი აზრი? კარგი, თქვენი აზრით სუსტია და ვერ გაუძლებს? ცხელი შხაპი ნამდვილად მიყვარს, მაგრამ არც ისე ძალიან. იმედი მოქვს მდუღარე წყლისგან კანი არ ჩამოუდნება. მაგრამ მას შეიძლება წარმოიდგინოს, როგორ გზნობს ლაფშა თავს მოხარშვისას. და ასე ვთქვათ, ძვლებსაც გაათბობს. ხოლოდ პლუსები. კარგი, გირჩევთ ცოტა დავისვენოთ და ფილმს უყუროთ. მოყოთ მე ავირჩევ, თორემ ისევ რაღაც სენტიმენტალური მელოდრამას ყურება მოგვიწევს. საერთოდაც არ არის სენტიმენტალური. ჟენია, არავინ განგსში შენი გემოვნების გამო, ნუ ღელავ. ჯანდაბა, ისეთი სიცივეა, თითქოს უკვე დეკემბერია. კარგი, დააპაუზეთ. წავალ და პლედებს მოვიტან. თქვენ ისედაც ძვირი მიჯდებით. ახლა კი თუ უცებავად გახდებით, წამლებშიც უნდა დავხარჯე ფული. კბილები ისე მიგანკალებს, რომ მალე ყბა მომძვრება და იატაკზე დაინარცხება. ეგრე შეგიძლია რომ ბავშვები შეაშინო. შეგიძლია უთხრათ რა მოხდება თუ ბევრ კბილელს შეჭამე. ბავშვების შეშინება თუ გინდა, უბრალოდ მათ შენი ფოტო აჩვენე. ჰეი, დედა, არაფერი დაგავიწყდა? ან ვიმე ხომ არ დაგავიწყდა? არა მგონია რაიმე დამისღებოდა. ჭნიანი გამორთე. ვალდემარი მისი ცოდვების გამო გავკითხე. ჩვენთვის არ შეიძლება პლედები? რა პლედები? დღეს თქვენ ცივი დღე გაქვთ. კარგი. ავად რომ გავხდეთ? და რომ არ გაცივდეთ? აღიარეთ თქვენი დამარცხება. მერე წადით რამდენ პლედშიც გინდათ, იმდენში შეიფუთეთ. მირჩევნია გითხრათ, ვინ ჩაასხა დედას წამალი ყვავილების კოთანში გასულ კვირას, ვიდრე დავნებდე. აი, თურმე რატომ აყვავდა ფიკუსი ასე? კარგი, ჩაის მომომზადებ, კიდურებს ძლივს გზნობ. კარგი ტანია, აი ჩვენთვის ხელისასმელები. მადლობა ბოდია. ამისგან ორთქლიისია მოდის, როგორც ციბრაზისგან ნიკოლის ყურებიდან. და თქვენთვის ყინულით. მადლობა ბოგდან. ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ. აბა, სადილის დრო ხომ არა? და რა გვაქვს დღეს აქ? ისეთი კარგი სუნია. რა გვაქვს და დღეს ჩვენ საჭმელად გემრიელი პიცა გვაქვს. მაგარია, ცხელია. როგორც ხვდები ეს ჩვენთვისაა, ხო? დიახაც. რას გულისხმობ და ჩვენ რა გვიწევს? არ მოუტყუები ვართ. ნამდვილად პიცაა. არ გვწვენია. სკოლის პიცას კი გვაქვს ნაჯამი. ეს პიცა კი იმასთან შედარებით გაცილებით უკეთესია. აი ეს ერთი ნაწილი შენთვის, მეორე კი ჩემთვის. კარგი, პიცა რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მე სხვა რამე მინდა. მაგალითად, ტორტი ან ნამცხვარი. ან კიტრი ჯემით. ჟენია, შემთხვევით ორსულად ხომ არ ხარ? რას ამბობ? ეგ ხომ ძალიან გემრიელია. ტორტი არ მაქვს, მაგრამ ვაშტები გვაქვს. მოიცადე ერთი წუთით. ბოგდან. მალე შევეჩვევი და მე ყინულის გარეშე საჭმელს ვეღარ შევჭამ. მე კიდე ეს მომწონს კიდეც. კაცების ინსტინქტი მაშინ იღვიძებს, როცა საკვების შოვნა არც ისე ადვილია. და კლასს ვაკეთებთ? ახლა ხანა ვჭამენეთ? ვერ ამჩნევ რომ დედა და ბოგდანი დაგვრცინიან? ფიქრობენ რომ მხოლოდ ცივი საჭმელების ჭამა გვიჭირს. ისინი ფიქრობენ რომ ცხელს უკეთესად იტანენ ვიდრე ჩვენ ცივს. სინამდვილეში კი ჩვენ ამას ისე დემონსტრაციულად არ ვაკეთებთ, როგორც ისინი. მე აქ შუბლზე მაწერია, გამარჯვებული. ახლა მხოლოდ და მხოლოდ ყინულს შევჭამ. შენ პირველი ადამიანი იქნები, რომელიც შიგნიდან გაიყინება. ახლა ამას აქ ხო, რატომ არ ვარ გაკვირვებული? მე ძალით არ მინდოდა, ეს შემთხვევით მოხდა. რა ხდება აქ? საერთოდ გონებაზე ხართ? მესმის რომ გამარჯვებისთვის ყველა მეთოდი კარგია, მაგრამ თუ ყველა ფეხს მოვიტეხავთ, ვინ მოგიტანთ მაღაზიიდან პარკებს? მაგრამ ჩვენ ეს განზრახ არ გაგვიკეთებია. რა თქმა უნდა, დაგიჯერეთ. რა თქმა უნდა, მათი ტყუილის სუნი კილომეტრის დაშორებითაც კიმსებს მე. თუ მათ ცივი მეთოდებით გადაწყვიტეს ჩვენთან ბრძოლა, მაშინ ჩვენ ცხელი მეთოდებით უნდა ვიძიოთ შური. და ჩვენი შურის ძიების მეთოდები მრავალფეროვანი იქნება.
მაშ რა არის ჩვენი გეგმა? რა გეგმა? უბრალოდ გავიქცევით, დავიჯერთ, შევათრევთ ოთახში და ჩავკეტავთ. გასაგებია, ამოქმედების გეგმას კლასიკური ჰქვია. მიდი, დაიჭირე ისინი. ეს რა ხუმრობაა? თუ თქვენ ჩვენ ცივი მეთოდებით გვებრძვით, ჩვენ ცხელ მეთოდებს დაგიპირისპირებთ. მოიცა, რას გულისხმობ? ჩვენ გვაქვს დისტანციური მართვის პულტი, რომელიც ოთახის ტემპერატურას დარეგულირებს. ამიტომ მოემზადეთ საუნაში დროის გასატარებლად. ჰეი, რა ხდება? აქ მოიხარშები, ნუ ნერვიულობ. ხომ გიყვართ რუჯის მიღება? ასე რომ წარმოიდგინეთ, რომ სადმე პლაჟზე ხართ, მალდივებზე. ბოგდანის წინდები ძირს გდია და არც ისე გამაგრილებელი სუნით გამოირჩევა. ნუ იქნებით ასეთი თავხედები. ვითომ სანაპიროზე ხართ? წარმოიდგინეთ, რომ ეგ ტურისტებმა დატოვეს. კარგი, როგორ ფიქრობ, ჭკუა ისწავლეს? მე მგონი კი, ჩვენთვის უარესი იქნება, თუ მათ იქ კიდევ დიდი ხანი გავაჩერებთ. რაღაც მეუბნება, რომ ეს შენი იდეა იყო, ბოგდან. რამე ცუდი რომ მოხდება, ეგრევე ბოგდანს რატომ აბრალებ? და სწორედ მაგაზე გაგცემ პასუხს. ბოგდან, გაჩერდი. კარგი დროა გამაგრილებელი ნიღბების დასამზადებლად. შრალისათვის, ცხიმიანისათვის, პრობლემურისთვის. ნუ თუ ამ ყველაფრის შექმნელებს არ ესმით, რომ კანი შეიძლება იყოს ისეთი იდეალური, როგორიც ჩემია? კი, ჟენია, შენ უნიკალური ხარ. სილამაზის პროცედურები და ჩვენ რატომ არ დაგვიძახეთ? აი, ზუსტადაც რომ ჩვენს ნასკანს სასწრაფოდ მოვლა სჭირდება და სადაპირებ წასვლას, პირადად წახვალ ექიმთან ნაკნეს წინააღმდეგ საბრძოლველად? ძალიან სასაცილოა. და თქვენთვის ჩვენ რაღაც განსაკუთრებული მოვამზადეთ. აი ისიც. ეს რა არის? რადგან დღეს თქვენ ცხელი დღე გაქვთ, ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და შენი საყვარელი კრემი გავაცხელეთ. ეს რა გააკეთეთ? იცით რა ღირს? ის ხომ განსაკუთრებული მაჩვის ქონისგან არის დამზადებული. გამოწვევის წესები დაცული იყო. იცით რა ვიფიქრე? იფიქრე? ვა, ეს ნამდვილი პროგრესია. ჩვენი ცხელების მოყვარულებს ცხელი შეგრძნებები აკლიათ. აი ეგ რას ნიშნავს? უფრო ზუსტად რომ თქვა, თქვენ საუბრობთ ცხარე შეგრძნებებზე. ეს ძალიან ცხარე ციცაკაა. მარტივია. თქვენ ხომ მისი ჭამა საერთოდ არ გაგიჭირდებათ. ჩემი მეილის მეტსახელი, ცხელი კაცია. ჩემთვის ეს არაფერია. მომეცი. ვიცით რა? მე ცხარე საჭმელი შემიყვარდა. ვალდემარსაც მხოლოდ აზიურ რესტორნებში დავყავარ. აი ყველაფერი ცხარეა. საბავშვო ბაღში კარტოფილის პიური ამ ციცაკაზე ცხარე იყო. ზუსტად, ეს უმარტივესია. უფრო სწრაფად. ჯანდაბა. ჰეი, ეს ხომ ცივია? რა იყო, დამარცხებას აღიარებ? ვაღიარებ, რომ თქვენ ცივი, გულგრილი ხალხი ხართ. ყველაფერი სამართლიანია, ბოგდან. ყველაფერი სამართლიანია. სამართლიანობაზე დაიწყეთ საუბარი? მაშინ ისიც სამართლიანი იქნება. თუ ცივი შეგრძნებების დოზას მიიღებთ. როგორ ამოვიღო? ახლა ყველაფერი სამართლიანია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გამყინვარების ხანაში ვარ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სტაფილო და კარტოფილი გაყინული ყოფილიყო გამყინვარების ხანაში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ არსებობდნენ ჩვენნაირები, რომლებიც ყინულს ხრდნინდნენ. ამ ყველაფრის ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ჩემს წვნიანს შეიძლება გაყინვის გამო სასარგებლო თვისებები დაეკარგა. დიახ, დედა მართლა ფიქრობს, რომ ეს მისი სუპის ერთადერთი მინუსია. მაშ ასე, ბავშვებო, მოდით ჩვენი ვახშამი პატარა კონკურსით დავასრულოთ. რა კონკურსით? თქვენ მაგიდაზე ცივი წვენი გიდგათ, ჩვენ კი ცხელი. მოდი, ვინც უფრო სწრაფად დალევს, ის მოიგებს. ჰამადა საოცარი გყავს და კონკურსით საინტერესოა. მოტივაციისთვის, დამარცხებულისთვის სასჯელი უნდა მოვიფიქროთ. კარგი, ჩვენ არ გითხარით? დამარცხებულებს კვერცხებს ესვრიან. მაგარია. დაახლოებით კვირანახევარია, კვერცხი ჩემთვის არავის უსროლია. 3, 2, 1, დავიწყეთ. ცხელია. ჯანდაბა, ძალიან ცხელია. ეს რომ დავლიო, ენა მომძრება. თუ ენა მოგძრება, ჩვენ ვეღარ გვიყვირებ. ამის დაშვება არ შეიძლება. ჯანდაბა. კარგი, წარმოიდგინე, რომ ომლეტს აკეთებ. 1 საათი თავშიც ესრიგებდი. და ახლა კვერცხები უნდა მესროლოთ. შესანიშნავია. მზად ვარ შენი რაინდი გავხდე და მთელი ტვირთი საკუთარ თავზე მხოლოდ ავიღო. ბოგდან, როგორი კეთილშობილი ხარ? ამისთვის ღვეზელებს გამოგისხო. ტანია, მაგას ნუ იზამ. თორემ მადლობის ნაცვლად ვიფიქრებ, რომ ბჟი. მიდით, მესროლეთ. ოცდათვრამეტი და 7. შუბლი ალბათ ძალიან ცხელი ნოქს. ეს საერთოდ არ ჯდება გამოწვევის წესებში. თავარია ბოგდანმა და ტანიამ ვერ შეამჩნიონ. ისინი ამას ჩვენ წაგებაში ჩაგვითვლიან. კარგი, ჩემი რჩევაა, ახლა გავაგრძელოთ ბრძოლა გამარჯვებისთვის. სამზარეულოში უკვე უამრავი გაყინული რაღაც გელოდებათ. თუ კიდევ ცოტა მაინც ცივ საჭმელს შევჭამ, პირდაპირ საავადმყოფოში ვიქნები გადასაყვანი. ალბათ არ წამოვალთ. ჩვენ უკვე გაცილებით მეტი ცივი ვჭამეთ, ვიდრე თქვენ. აშკარაა, ვინ ლიდერობს? ჩვენ გამარცხებთ.
რაღაც რიგზე ვერ არის. ერთ დღესაც მამა გახდები და შეძლებ ასეთი რაღაცეების ამოცნობას. როგორი რაღაცეების? ისინი ავად არიან, თვალებითაც კი ხვდები. უბრალოდ არ აღიარებენ, რომ არ წააგონ. კარგი. უნდა გამოვაშკარაოთ. ბავშვებო, ნახეთ რა გვაქვს თქვენთვის? რამდენი გევრიელი ვამია. და ჩვენ მხოლოდ ცხელი ჩაი გვაქვს, ჯანჯაფილითა და ლიმონით. საზიზღრობაა, არც კი ვიცი საიდან დავიწყო. ალბათ ნაღინიდან. რა გევრიელია. კარგი, აღარ შემიძლია. ამდენი ცივი რაკოცის ჭამა აღარ შემიძლია. და რატომ? იმიტომ რომ ავად ვართ. სიცხე, ყველა და ყველა სხვა სიამოვნება ცივის ჭარბი რაოდენობით მიღების შემდეგ. და ღირდა ამისატანა, ყველაფერი გამოწვევის ბურისთვის. ჩვენ გამარჯვება გვინდოდა. ახლა მისი მკურნალობა მხოლოდ გადასხმებით არის შესაძლებელი. არა, ოღონდ გადასხმები არა. 3, 2, 1, 0 თქვენ მისტიკორის არსე ხართ. მადლობთ მოყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და გავიცეთ და ლაიქება. და ჩვენ კი გავიქეცით. ან წავედით სამკურნალოდ.